გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს ჩვენი სტუმარი არის ნუცა გველესიანი, ლოგოსის კურსს დამთავრებული, რომელიც ამჟამად სწავლობს ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამში, ტიოს უნივერსიტეტში და ჩვენ ვთხოვეთ ნუცას, რომ მოსულიყო ჩვენთან გაეზიარებინა თავისი გამოცდილება ჩვენთვის, თუ როგორ მოხდა ამ უნივერსიტეტში, რა ხდება ზოგადად ამ უნივერსიტეტში და რატო ღირს ესეთი ტიპის უნივერსიტეტებში ზოგადად სწავლის გაგრძელება. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველი შეკითხვა, რაც უკვე თქვი, არის ის, რომ როგორ მოხდა შენი ტიოში მოხვედრა. ესე იგი, რა გზა გაიარე იმისთვის, რომ ტიოში მოხვედრილიყავი, აი ამაზე რო გითხრა ერთი-ორი წინადადებით. კი ბატონო, ტიოში რომ მომხვედრილიყავი, პირველ რიგში დავწერე მოტივაციის წერილი, რასაც ითხოვდნენ, რა თქმა უნდა, ნიშნების ფურცელი და GPA სკოლიდან. IELTS-ის ქულა და გაჩნია თუ IELTS-ის ქულას რაღაც დონეზე მაღლა აიღებ დაფინანსებასაც გაძლევენ. და სულ ეგ არის. ხო. კი ბატონო, და მოდი ცოტა უფრო ისე რომ ვთქვა, IELTS-ის ქულაზე ძალიან ბევრს აქვს ეგეთი წარმოდგენა, რომ უნივერსიტეტი რო იძახის, რომ მაგალითად ვჭირდება 6-დან 0, თუ 6-დან 0-ს მიიღებ, ეს საკმარისი არის და ესეც არის, მაგრამ ტიოში ცოტა სხვანაირად იყო და შენ დაფინანსება მიიღე და რომ მიგეღო ეს დაფინანსება, უფრო მაღალი ქულა დაგჭირდა და თუ არ ვწდები ცალკე აპლიკაციაც იყო, ხო, ამისთვის შესავსები? კი, ცალკე აპლიკაციაც იყო ამისთვის შესავსები დაფინანსებისთვის. და IELTS-ის ქულას რაც შეეხება 6 და 5-ზე გაძლევენ ყველაზე დაბალ დაფინანსებას რაც არის, შემდეგ 7-დან 0-ზე შედარებით მაღალს და როგორც იზრდება, ასევე იზრდება დაფინანსება. ესე იგი, ამას იმიტომ ვკითხე ეს და იმიტომ დავაზუსტე, რომ ბევრს გონია, რომ არა, მნიშვნელოვანი ის, რომ რაც შეიძლება მაღალი ქულა აიღო და საკმარისი არის, მხოლოდ 6-დან 0, თუ ითხოვს 6-დან 0, შენ შემთხვევაში ესე არ იყო. ეს არ იყო, კი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. და რა მაინტერესებს, რატო გადაწყვიტე ზოგადად ტიოში წასვლა და რა გახრა აქ ამაზე არ გითქვა, არ გვილაპარაკია, რა მეიჯერი გაქვს არჩეული და რატო გადაწყვიტე ტიოში წასვლა? ტიოში ვსწავლობ ჰოსპიტალიტის, სასტუმროების და ივენთების მენეჯმენტს. ეს სფერო ავირჩიე, იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორც სასტუმროს მენეჯმენტი, ასევე ივენთების მენეჯმენტი. და ტიო არის ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი ამ განხრით და იქ იყო მიზეზი, რატომაც ავირჩიე. და როგორ გაამართლა? რამდენად საინტერესო არის სწავლა? ძალიან საინტერესო არის გაამართლა. ყველაზე კარგი არის ის, რომ არის პრაქტიკული გაკვეთილები, რაც უფრო მეტ გამოცდილებას გაძლევს და უფრო კარგად გაჩვენებს, რა ხდება მართლა სასტუმროს უკან და ივენთების მენეჯმენტის უკან, რაც ძალიან კარგი არის და ესად ხვდები პრაქტიკაში როგორ უნდა გამოიყენო. და ვიცი, რომ ძალიან მაგარი გაკვეთილები გაქვთ და 1-2 გაკვეთილის მაგალითი რო გითხრა, იმიტომ რომ ბევრისთვის პრაქტიკული გაკვეთილებით საქართველოში ცოტა უცნაური მცნებაა და ჰოსპიტალიტი იმდენად ახალი სფერო არის აკადემიური ზოგადად, რომ საქართველოში ჯერ არც აქვს, ხო, ფეხი მომაგრებული და აი რო გითხრა 1-2 გაკვეთილის შესახებ, აი რა ტიპის გაკვეთილები გიტარდება? ხო, ვისაუბრებო ორ საგანზე, რომელიც მაქვს, პირველი cooking-ი, ანუ საჭმელის კეთება. უნივერსიტეტს აქვს თავისი სამზარეულო, ყველანაირ მოწყობილობასთან ერთად გვყავს პროფესიონალი შეფი, რომელიც გვასწავლის ამა თუ იმ საჭმელების გაკეთებას. ასევე გვაქვს გაკვეთილი, რომელსაც ქვია restaurant skills, სადაც გვასწავლიან რესტორანში როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სტუმრებს, რა არის ტექნიკები, როგორ უნდა დაალაგო და გააწყო მაგიდა, რომელი ჭიქა არისთვის უნდა მოიხმარო და ასევე თეორიული მხარე, სადაც გვასწავლიან რა სიტუაციაში როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სტუმრებს. გასაგებია, ძალიან საინტერესო არის. და კიდე რამე სხვა არ გამოარჩევდი უბრალოდ ორი სიტყვით, რაც შენთვის განსხვავებული იყო და საინტერესო იყო. აი რამე ტიოში, რაც თქვათ, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. სიმართლე რომ გითხრათ, მოლოდინს ყველანაირად გადააჭარბა. ყველაფერმა ესე. ყველაფერმა, კი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სფერო არის, ძალიან საინტერესოდ გვიხსნიან ყველაფერს და ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ გვიკეთებენ ისეთ პროექტებს და დავყავართ მიშელინის რესტორნებში, სასტუმროებში და გვაჩვენებენ და ჩვენც გვამუშავებენ რა ხდება, როგორ ხდება, როგორ უნდა გააკეთო და მართლა პროფესიონალი ადამიანი ჰოსპიტალიტიში როგორ იქცევა და ამას რო ხედავ და შენ თვითონაც რომ აკეთებ, უკვე ძალიან დიდი გამოცდილება არის.
და თუ ვწდები ერთ-ერთი პროექტი იყო ის, რომ რამოდენიმე დღით სასტუმროს მთლიანად თქვენ მართავდით, ხო, ბავშვები რესტორნიდან დაწყებული, ნუ რაც ძალიან მაგარია და საერთოდ დავამატებ, რომ ეს სფერო მე მგონი დამეთანხმები ხა საქართველოში ისე ვითარდება, რომ ძალიან საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მაგარი იქნება თუ შენ მაგალითს კიდე ბევრი მიყვება და კიდე ბევრი ისწავლის ჰოსპიტალიტის. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს მოკლედ ჰოსპიტალიტის სფეროში. დიდი მადლობა. ახონდის.